ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან, ისევე როგორც სხვა სატელევიზიო გასართობი პროგრამები, შეჩერებული გახდათ იმ სტიქიური უბედურებისა და ტრაგიკული მოვლენების გამო, რომელიც თავს დაგვატყდა 13 ივნისს. ჩვენი გადაცემის ყველა მონაწილის სახელით, აგრეთვე შემოქმედებითი გაერთიანება ლომისის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი თანაგრძნობა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახების მიმართ და გამოვთქვა რწმენა, რომის ერთსულოვნება და ერთად დგომა, რომლის მომსწრენით იმ უმძიმეს დღეებში გავხდით უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრწყინვალე ახალგაზრდობის მხრიდან საქართველოში არასოდეს დაიკარგება. და კიდევ ერთი გადაცემა, რომელიც ახლა ეთერში გავა, ჩაწერილია 13 ივნისამდე. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან იწყება. Ella გადაცემის დასაწყისში დიდი შეურაცხყოფა მოიწვია სტუდიაში იუმორინას ერთ-ერთი სახე, ბატონი დავით როსტომაშვილი. მოგესალმებით. სახეამის მოგეხსენება თანაწამყვანად ხარ ამჯერად მოწვეული, ხოლო თანაწამყვანის მისიას კარგად მოგეხსენება, პირველი არ არის სამპლუა შენთვის, ანუ გავათმოთ მაყურებელი, მოთელვა იუმორისტული ჩავატაროთ და მერე მოუხმოთ უკვე სტუმრებს იუმორინასი, ჩემო ბატონო. ასე რომ გახსენი შენი იუმორისტული კიდობანი და დაიწყე იქიდან ამდენი სამოლაგება. დავიწყებ იქეთ რომ მივესალმები მაყურებელს, რა თქმა უნდა, როგორც თანაწამყვანი, რო გავიგერო თანაწამყვანი უნდა ყოფილიყავი, დავრეკე. კოსტუმი აცვია მეთქი კიო. გალსტუკი უკეთია მეთქი კიო. ავდექი და თანაწამყვანად მეც ეგრე მოვედი რა. კარგია, სერიოზული მიგდრომა. უკვე კარგია დასაწყისი. ესე იგი, ვინაიდან გურჯანი და თელავი ძალიან ყოჩაღად არიან ერთმანეთთან, იქიდან დავიწყე. ეხლა მოგეხსენებათ, საცხობები მოდაშია. ფენოვანი ხაჭაპური, კვალი ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური, კუბდარი ამბავი ერთი მეორე მესამე და გურჯანში საცხობთან ადგას გურჯანელი და ამ ხაჭაპურებს ერთჯერადი ცელოფნებით აყიდიან. და ამ ცელოფნის დანიშნულება რა არის? რომ ხელი არ გეგეთხუნოს. სათეთრებს კი აყოლებენ, მაგრამ უნდა ჩამოწევს ცელოფნი და გეკავს, რომ არ დაცხიმიანდე. ხო და ჩვეულებრივ სამბებ დგას ეს გურჯანელი და ხაჭაპურს მიირთმევს. ცელოფანი უკავე ნახევარი ჩამოშვებულია ეგრე. გურჯანელმა გამაიერა გადმოყო მანქანიდან თავი და რა არის დენი გადა აქ შეკეთილი და ილა, გუდი ჩარდა გავისწრებ და ცხობელი ახსენე შენ და გამახსენდა ახლა უცბად რა ცხობელზე კაი გამონათქმა მიავროს. 50 წლის სტაჟის მქონე ცხობელიო, ძილშიო, ყოველ 20 წუთში თავის ცოლს აბრუნებდა. ილას მივიდა ჯიგარი ქალაქელი კაცი რა 6 საათზე ნაკეიფარი თრალი, ხო და დაიძინა. კარგა ხანს გამოაცხო ძილი რა და საღამოს რო გაიღვიძა გახედა საათს და ისევ 6 საათი იყო 12 საათი ეძინა. შემართებით გაიღვიძა და გადახედა, გადმოხედა არავინ არ არის სახლში რა და აიღო მობილური ტელეფონი და მეუღლეს ურეკავს. რაღაც მოწოდების სიმაღლეზე გავიღვიძეო თან ეს ნაბახუსევი ხმა აქ რა ესეთი რა. და კითხვის ხასიათზე ვარო რა და აი რას მირჩევ რა წავიკითხო, ცოლს ეუბნება რა და ცოლმა უთრო დღეს დილას რო მობრძანდი სახლში შენი SMS-ები წავიკითხეო. ეხლა შენ მამაო ჩვენო წაიკითხე სახლში მოდი რა ნახე. დილა ახმელიაზე გამახსენდა და 6 საათზე მოვიდა მიხოც გაბოტილი იყო, იგეთი იყო, გაბუებული რომ კონდოლში ეძინა თავ კიდე ეკეთ. ახმეტისკენ იფხა და იგეთი იყო ხო და ცოლი აღვიძებს ახალ ჩაძინებული, წამოხტა რა იყო ქალო და ადე მიორი დავთესოთ. ერაყი და მისხი სიკეთე დათესე შეეკეთე. მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონებს, თუმცა შემა მეუღლე არ უყუროს ნეტამ გადაცემას რა. აი, ვისი მეორე ნახევარის ხრინავს. მამაკაცია საუბარი. აი ესე ნაზად მოუბრუნეთ მარჯვნივ თავი, სანამ არ დაიტკაცუნებს. ვარიანტი არის ცხოვრებაში აღარ იფრინს. ეგ რასასწაულებს ხარ? მე ხო ისტელი ვარ რა და ისანი ავლაბარი გვერდი არის და ჩემ ბავშვობაში ხა იყო ხოლმე მენაყინე დადიოდა დილას კაცო აზანზარებდა და დიდი ულაშები ქონდა რა დამავიწყებს. ეზიდი იყო. მარჟინი! რა დაიყვირე და ანგრევდა უბას. რა ეხა ბავშვები მარჟინი მაშინება
სად იყო ეხლა არა ყველა მაღაზიაში იყიდება ნაყინი თორე. ადრე ერთი იყო კალიასკაზე ქონდა შემოდგული ეს. ხუთი და დაქონდა ხოლმე. ეზიდებოდა მაროშს, არა? ეზიდებოდა მაროშს, რა. ყველა ელოდებოდა იმის ჩამოვლას და ერთხელ ძალიან დილას მოუწია ეთყობა რა და 8 საკლე რაღაც უთები და გაყვირის გამყინავახე მაროჟენი. ყველა ისწავლა მურაზე ერქვა და ერთი გადმოდ გაიმნენ და მურაზო კარგი რა კაცო ბავშვებს ძინავთო ხალხის სამსახურშია წასასწორი დაღლებიან მოსული ამ დილაუთენია რა გაყვირებსო და ერთი 15 წამიანი პაუზა ვისაც ღვიძავს მაროჟენი გაიტი აულაბრელი კარგი ხელოსანი იყო რა ხელოსანი ხარ თუ ხარ კარგი უნდა იყო მით უმეტეს სომეხი თუ ხარ რა ხადავიყი იყო მაგარი ყოჩაღი თან ჯიგრიანი იყო კაცო ეს ჩვენი ახლობელი არის ღამე 2 საათზე მანქანაზე ჩამოვარ და შარავუი ქართულად არ ვიცი როგორ არის შარავუია რა ღამე 2 საათზე დახედა რა უნაკნა ფერულა იქნება ხელოსანი ვის დაურეკო ჩამოყო ტელეფონი და ლოვიკა ხადავი დარეკა ისმენთ სოცხალი ხმა იყო რა არძინებია ლოიკა ესეთი ამბავი მაქვს რა ის შარავი ჩამომივარდა უთო შუაგზაზე ვარ გაჩერებული რა როგორ მოიქცე რა ვქნაო დამარიგი სადა ხარ თო მისამართი მითხარი რომელი ხარი შარავია თო უთხრა ამან უთხრა ეს არის რა მანქანა ნახევარსაათში მოვიდა გამოუცვალე შარავი ვაშენ გენაცვალეო ამოთ რამდენია ვაიცაც მაო რა გაჭირებულ კაც მიეხმარო რა რამდენია თო შვიდობაში კეთილი გზაზე არის წავიდა მაიცო ერთი წუთი ამან დაეწია რა გზაში გაჭერდიოს მოიხა კაი ამ შოღამისა შეგაწუხე მოხვედიო ნაწილის ფული მაინც გავმართვიო თო მაიცა რა ძმაო არ აქვს ხვენია თო ვა სულ ერთხელ აყავს დანახი არა და ერთი გაუკეთა მაშინ უძმაო რადგან ფულს არ მართვეო შაბათს რესტორანში გეპატიჟებიო მასპიძელი ვარო რა კიტო ქეიპი მიყვარს რომელი რესტორანი მითხარ მოვალ და ამან დაურეკა უთრა ამან ამ რესტორანში 6 საათზე მოხვალო მივიდა კარგი მიდი ქეიფობე რა თითო ბოთლი ჩაარტყეს ეს არასვავს რა უჭახუნებს და რატო არასვავ ამან უთრა რა ვიცი ძმაჯან ეხა ვინმე გაჭირებული რომ დარეკოს არის ჩვენი პატრონის ამბავი ნასვამე რომ წავიდე გამოჩერები რამე ოქმი დაწერენ თო ამის თქვა არ ქონდა დამთავრებული მართლა ვიღაცამ დაურეკა გაჭირებული იყო და ბოდიშო რა უთხრა რა და ვიღაცას მანქანა გაუფუჭდა წავალ მივეხმარა ამა ხმავე რა მოიღო იმიტომ რომ წინა 2 დღის წინ თვითონ იყო ეგეთ სიტუაციაში რა და ადგა წავიდა ეს და გამოვიდა რა გადახტილიაო თო ვინ გადაიხადო გაგიჟდა რო შემოხვედი ლოვიკამ გადაიხადო სულ გადაირია ეს კაცი რა და მე რაღაც სიტუაციაში მოხვდა და სომხები იყვნენ რა და ძმაო ეხა თბილისელი კაცი ვარო კაცო ეხა სომხების ამბავიც ვიცი ის მეგობრები მიყავს მაგრამ ეს ვინ იყო თუ ბოყვა ღამე მოვიდა შარავი გამომიცვალა ფული არ გავამართო მე რესტორანში წავიდითო წავიდა ადრე წავიდა გამოვიდა ფული გადახტილი იყო ლოვიკა ხო არ ერქვა იო ჩემი კლასელია თუ ბავშვობიდან ეგეთი გამოშტერებული იყო ერთი ამბავი უნდა მოვყვე, უნდა გავიხსენო, ჩემი მეუღლის ხონებული პაპა, ნიკო პაპა. მაგარი კაცი იყო ძალიან, ვირი ყავდა ტაჩკაზე ქონა ნიკ ნონოლაძე ნომრები. ნონოლეთი არა. ოდა, მაგარი მოკეიფე კაცი იყო, სტუმართ მოყარე სასწაული რა, ახალი სიძე რო ვიყავი, ახალი მოყვანილი ყავდა მაკა რა და იქ ჩემი სიმამრის რაღაც საჩხირკედელაო, ჩხირკედელაო და მოვიდა პაპა ვენახიდან და დალი დღეს რამე ცხვირში ლაპარაკობ. არა მეთქი მე უთხარი. უი მოუკლიათ მომშმშიერი. გამოიტანა ლიტრანახევრიანი კოკა. მე უთხარი ეგ რა არის ნიკა პაპა მეთქი მაგას ერთ მოყუდებით სვა მეთქი. აიცი და ეს კოკა მოიყუდე დავცალ ლიტრანახევრიანი იყო რა, კარგი მსმელი. გახდით არც ახლა არაფერი ბიჭის და გაუცდა. ჩემპიონ მირა. ნე ჩემპიონ სოვიეტსკого союза. Советский союз იმის უფრო დიდი ამბავი იყო, იმიტომ რომ ნაუმარი იყო, გამიგე, ომის ვეტერანი იყო, ცალთვალი არ ქონდა. ხა რატო გავაკეთე ეს ექსკურსი? და ერთი პირი სარტიჭალაში მომიწია მუშაობა რა და გადავიხადე სტალინის დაბადების დღე. ფათაშორის ჩვენი მომღერალი ბიჭები მყავდა მოწეული ქართული ხმების ეს ახალი თაობა. კარგი პური ვჭამეთ რა, მოკლედ, კარგი პური შამა და არასდროს რამდენჯერ ნაკეიფრები ვიყავით ერთად ნიკო პაპა სადღიზელო არ მოუთხოვია და რადგან სტალინის დაბადების დღე იყო სადღიზელო მთხოვა რა. ახლა უარს როგორ ვეტყოდი კაცო დავამარია კაცი მანჯურიაში იბრძოდა, ქერჩში იბრძოდა. რავი, წინახაზე ცალთვალი არ ქონდა თან. ომის ინვალიდი და ამბავი ერთი ვეტერანი და ადგა და აპია ის გერმანელი მინდა დავლოცო თვალში რომ გამარტყან ტყვია. აისუსას უყოლა. ვერ უბედავენ რატო? და მე ვკითხე რა ნიკო პაპა თვალი გადმოგიგდო კაცმა ცალთვალა დაგტოვა და იმის ადგილზე სომეთ. რატო სოვთქო და
მომისვინე შვილო, იმ დალონსვის ცოტა გვერდზე რო გეენწია, ხონშუმში მომარტყავდა. ბრძენიგა. ერთი განცხადება მინდა გავაკეთო ესეთი გავაკეთო კი არა უпроსტად წავიკითხე განცხადება ეწერა იმაზე კედელზე რა ღობეზე ყურადღება დიდი წითელი ასოებით ეწერა ეზოში ავი ძაღლია სანამ გადმოძვრებით კარგად დაფიქრდით დაბმულია ჩინური ჯაჭვი აბა შევადათო ძალიან დიდი მადლობა იუმორინას მოთელვა დამთავრებულია შენის მეშვეობით აბა ეს ერთი და სხვა მრავალი ახლა გადავიდეთ სტუმრების მოწვევაზე კარგად დიდი მადლობა ახლა გავაჩინოთ ახლა კი მინდა სტუდიაში მოვიხმო შესანიშნავი მსახიობი შესანიშნავი იუმორის პატრონი ძალიან კარგი პიროვნება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბატონი დათო ხურცილავა შინაურობაში ჯაპანა გარეულობაში წინდე რა რო იტყვია მაგრად ვერ იტყვია ეს ჯაპანა არ მიგდრა რა ვაიც რატო დაგარგვეს რა ჯაპანა დამარხეს რაღაც ტიბეტური ცეკვავით ცეკვე შემობატონო პირველ ტურზე მახსოვს და ცხონებული ჩემი მეგობარი იყო ერთი მიშა ტომარაძე რომელმაც რაღაც მეც თუ მღეროდი და მეც თუ ვასრულებდი ამ ცეკვას რაღაც და ზის ამოსვლას იგებებოდა მეომარი და უი ჯაპანაო იგი თქვა და მაშინ მაგიტაფონებს ეწერა მაგის ტიბეტი იაპონია რაღაც მოსულერთი იყო და ჯაპანაო და საოცრად ჩემჩა და დარჩა დამჩა ის რომ აღარ ვაბარებდი თეატრალურში მაშინ თეატრალურში რო ვაბარებდი უი შეხლა კაცობროთ ეგეც ვაჟკაცობა იყო მე რამდენადაც ვიცი შენ ისე დუბანში ხარ გაზდივი რომ იქ ჩაბარება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული აი მაგედან დავიწყოთ ეგეც ძალიან ბევრი ისტორია მაქვს მაგასთან დაკავშირებით ეხლა ნუ ცხოვრობდი დიდუბეში რა მოგეხსენებათ და თან სუკონკელი ვიყავი ესე ორი ქუჩაა იქ პატარა უბანია და ისეთი 7 საათის მერე რო გოგოებს გარეთ არ უშვებენ აი რა დაახლოებით ეგეთი უბანი იყო იმ პერიოდში და ნუ ცხოვრობდი რაღაცნაირად გიწევდა ქუჩაში ცხოვრება ქუჩის ბიჭებთან ურთიერთობა ნუ ისე ცხოვრობდით რაღაცნაირად ყველა ერთად ქურთი აისორის ომეხი ჩემო ჩემ ქვემოთ მაგალითად ჩემ დიში კანონიერი ქურთი ცხოვრობდა და ორი კვირის განმავლობაში განაბი ჩემო ბატონო და ასე ვთქვა და ორი კვირის განმავლობაში რეცხავდი წყლით გაფუჭებული მქონდა სანტექნიკის ჩადიოდა ჩემგან წყალი რა და ერთხელ ნუ გადაირია კაცი და ამომხედა და ჯაპანი გამოიხედე ძმურად ერთი აკეთო ან ეგ წყალი გააჩერი, ან ჩამოდი მე გამაჩერებ. რა გინდაო, და ბოლოს მე გადავწყვიტე რომ წყალი გამეჩერებია, ეხლა მაგის გაჩერებას ხო ვარჩიე რა, წყალი მოიყვანე სანტექნიკი და გავაჩერე. მე ესე ცხოვრობდი რაღაცნაირად უცნაური იყო ეს ყველაფერი, ხა ჩემი ჩაბარება თეატრალურ ინსტიტუტში რაღაცნაირად ესე ექსპრომტად მოხდა. მართალი გითხრათ, ბავშვობიდან ეხლა თეატრზე და სცენის ისტორია მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემი ეხლა დირიჟორი კაცი იყო და 14 წლის განმავლობაში ქუთაისის ოპერისა და სიმფონიური მთავარი დირიჟორი გახდა ჩემო აქედან გამომდინარე, რო გითხრათ რომ ბავშვობიდან მოცნებობდი, არ იყო რაღაც უცებ მოხდა, რომ დავამთავრე ინსტიტუტი, მე მოხდა და ის კი არა, ამაზედაც ბევრი ისტორია მაქვს, მაგრამ ეხლა დრო არ არის, აქ თავისთავად ჩვენ რეგლამენტი გვაქვს, მესმის ეხლა ჩემი თუ არ ჩემით მოვედი და ჩემი წავალჯობია, ვიდრე დაცვამ გამიყვანო. ასე რომ მოგიყვებით ესეთ ისტორიას, რომ სიმღერასთან დაკავშირებით ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც სიმღერა არასწავლა მამამისმა. ნოტი არ ვიცი, დო როგორ იწერება, არ ვიცი, წარმოიდგინეთ რა. ეხლა მაშინ როგორ გითხრათ, აბსოლუტურად 4 კლასს ყველა დაკავდათ. ყველა დაკავდათ, ეს შეუძლებელია. პირველ კლასში რო შედიოდი ჩემი თაობის და მეორე კლასში შედიოდი პირველ კლასში მუსიკის. საფორტეპიანოზე. მამა ჩემმა არ მინდაო რომ ისწავლოსო, მაგალითად, რატო გადაწყვიტა ესე ცხოვრებულმა არ ვიცი და ამასთან დაკავშირებით ბევრი ისტორია მაქვს. ეხლა პროლოგს რატო ვაკეთებ? ისეთი კარგი ისტორია უნდა მოყვეს ზურაბან ჯაფარიძესთან დაკავშირებით ეხლა და მე იუმორთან დაკავშირებით ეხლა მე მყავს დანახი მაგალითად ზურიგ ჯაფარიძე და ბიძინა კვერნაძე, აი სინოფში როგორ ახოხებდნენ იატაკზე გულწასულ მაიაბლისეცკაიას რა. მიღებთან დაკავშირებულ ამბებს ყვებოდნენ, ეხლა იმას ვერ მოყვები. ხო და ნუ აი მე მახსოვს აი გულწასული მაიაბლისეცკაია და ნუ ეხლა როგორ გითხრათ, ეხლა საოცარი იუმორის ორივე ფენომენალური იუმორი გქონდა. ეხლა ზურიკო ანჯაფარიძეს აი ხელში შეიძლება ითქვას გაზრდილი ვარ, მამა ჩემი ზანახლო მეგობარი იყო და ეხლა წარმოიდგინეთ, როცა აშოჩელა ზურიკო ანჯაფარიძე დაიწყებს და პირველ ზურიკოს ოტკილავე ეტყვის და
ოთარ-თაქთაქიშვილი და მამაჩემი ბანს ეტყვიან, ეხლა აქ რა სიმღერაზე იყო ლაპარაკი, წარმოვიდგინეთ ეხლა და მე რო წარმოვიწყებდი ახლა სუ და ნუ ეს იგი მე გამოდიოდა რომ ვერ ვღეროდი რა ესე არ მისცეს გასაკანი ტალანტს ახლა იმასთან დაკავშირებით გეტყვით კიდე შეუბადოთ რომ გაზდასთან დაკავშირებით პირველ კლასში რო შევედი სკოლაში ესეთ პარტები იყო მოგისხედებათ ესე და რო ვიდექი უფრო დაბალი ვიყავი ვიდრე რო ვიჯექი ესე პატარა სახელი და გვარი ვიყავი მარტო რა ხო და ერთი პერიოდი მახსოვს რომ აბესალობი ეთერის პარტიტურა დამქონდა ჩემო ბატონო. მამაჩემი მომცემდა ეხლა 10 წლის რო ვიყავი, 13 წლის რო ვიყავი, მე მივუგდე დამანები თავი უყარდა. და 10 წლამდე ჩაგრავდა და ეს პარტიტურა იყო როგორ გითხართ. აი ეხლა აი ამ ხელა აი ეს როგორ ციგნი. როგორ ციგნი რა. ყველა ნინდი ყველაფერი შიგნით რო არის, კლარნეტი, ფლეიტა, კონტრაბასი, არფა, ყველა გუნდი, ყველაფერი შიგნით წერია. გამიგე? ზურგაჯაბარძიმ გამოვხედა ერთხელ და მამაჩემს ეუბნება რომ ეგ ბავშვი არ გაიზრდებაო რო იცოდი ნუ გაინტერესებს ესეც მოხდა თან მატარებდა ფეხბურთზე და ცეკვა ესე იგი მეკარე ვიყავი წარმოიდგინეთ ცენტრიდან მიტყავდნენ ბურთს სუცარიელი ეგონათ კარები ბურთი რო ჩერდებოდა გიჟდებოდა აღარ გავიზარდი ორი ნაბიჯი მტირდებოდა კუთხელოა მეგოდა იყო ერთი მახარაძე მე გადასარევი ბიჭი და დაწვა და ისე იყო და შენ ეიღე მეუთხარი მაგით გაგაზარდებოდა 8 წელიწადი ტყილა ვივარჯიშე მართალი გითხრათ რა და მოკლედ ამ სიმღერასთან დაკავშირებით გიყვებით ერთხელ ფარცხანაყანებიდან ქუთაისამდე მამაჩემს უთხრა რომ სიმღერა მასწავლე მე ვთქვი რა 17 წლის ბიჭი ვარ მე აქ სუკონკასთან დაკავშირებით დედაჩემმა ისე გნა რომ 6 თვე იქ სცენის მუშად მუშაობდი სცენის მუშად ქუთაისის ოპერის თეატრში რა იქ გამიშვა იმიტომ რომ აქ რაღაცას არ ეეკიდო სუდი გზით არ იაროსო ბავშვი აა ქვემოთ განმეობი ცხოვრობდნენ რაღაცები და ეჩემა ინერგულად გამიშვა მამაჩემთან და ფარცხანაყანებიდან სათევზაუდან მოვდივარ და ფარცხანაყანებში ქუთაისამდე მე ვთქვი რაღაცა ბიჭო სიმღერა მასწავლე ეხლა შენი შვილი ვარ სირცხვილია აი ობაში მომისმინეო ეხლა აბა გაიმეორეო შენ ხარ ვენახი გაიმეორეო შენ ხარ გავიმეორე არა მომისმინე გენაცვალე რა ქენიო იცი პირსო მიეცი ჭურის ფორმაო ჭურის აუ მამა მე ვუთხარი ახლა პირსაც მიეცი ჭურის ფორმა მე ვუთხარი ინაქოლის ფორმა მე ვუთხარი არ მინდა იმღერეთ თქვენ მე ვუთხარი ითამაშოს იმან ვეკარეთ თქვენ იმღერეთ არა ჭურის ფორმა მივეცი აღარ არის ეგ და მე წავედი თეატრალში და წავედი თეატრალში ჩავაბარე სასაული მოხდა ესეთი და ჩავაბარე ჩემო ბატონო და მესამე კურსზე იყო სამწარმოო პრაქტიკას ეძახდნენ ნიშანი იწერებოდა რა სახელმწიფო გამოცდის ტოლფასი იყო და მუსიკალური კათედრის გამგე იყო ზურაბ ბანჯაფარიძე და გადასარევას მისცემს ახლა ზურაბ ბანჯაფარიძე მე და სიმღერა ნუ არ შეიძლება მაგრამ ეხლა ჩვენ ახლა დიდი მოთხოვნილება არ იყო ჩვენზე დრამატულ მსახიობებზე მუსკომედიის იმას კითხავდნენ უფრო რაღაცებს და ნუ შეგესრულებია რამე საესტრადო სიმღერა კარგად გახსოვს შევასრულე Письма лично на почту ношу, словно тарарирарарарара, волгодигдигдигди, волгодигди. ეგ რა პესნიარები სიმღერა იყო. დავამთავრე ეს ამბავი და მომზადებული მაქვს დიდი ამბავი ზუი ვანჯაფარიძე ხვაში, ბატონო, ჩემო ბატონო და კომისიის თავმჯდომარეა და გავედი, გამოდიოდა მახსოვს საწარმოო პრაქტიკა მიყავდა მიშა ჯოჯუას ცხონებულს და კონფერენცია იყო და გამოაცხადა ოთარ თაქთაქიშვილი მინდია სარია ოპერიდან მინდია. და როგორც კომისიაში ვიციან ხო ეს სათვალეს იქ ასე ლაპარაკობენ რა. ზული კონჯაბერტ ესი გაჩერდა. და ვინო თვითონ ვერ ვღეროდა მინდია სარია. დარწმუნებული არის რა. ხო და ეს გამოიხედა სათვალები ქემოთერაპია ჩამოწეული ეს გამოიხედა ვინ ასრულებს დავით ხურცილავაო რო გამოაცხადეს. აი როგორ გამოიხედა იცი რომ გამოდი ერთი შენ აქ გამოდი ერთი ესე დაჯდა. დაემზადა რა და მე ძალიან სერიოზულად გამოვედი ჩემო ბატონო ამ როიალის იღლიაში შევედი, ეს ხელი სერიოზულად ჩამოვდე, როგორც წესი, კონცენტრაციას ესე გავუკეთე, ვანიშნე რომ მზად ვარ. შეგიძლია რომ დაიწყოთ რა, ესე იგი რა. და ესეთი არია, გახსოვთ ალბათ, მოგეხსენებათ? თან ოპერის ხერხებით და ოპერის სტილით მივიღე სად მიხვალ სადა შენ მაინც შემიცადეო შენ მაინც შემიბროალეო სად მიხვალ სადა აი როგორ გამოჩერა იცი ჭიქაზე იცოდი ხოლმე ესე იმით პასტით კინ ესე გამოჩერა ბიჭო რა ნიშანი გინდაო მეუნეო მე ვთქვი 5
მერე ჩამოდი და დაგიწერ ეს დედაარნიანი. ან შენ რატო წვალობ? ამ შენ რატო გვაწვალებ? დღესაც ამათ მატრიკულები იყო, ასე დიდი მატრიკულები იყო. ხუთიანი ფჭილებში ფრ ზურიგო ანჯაფარი. ეხლა სანამ სხვა ისტორიაზე გადავალ, მე მინდა ჩვენ ზურბას მაყურებელს ვაუწყო, რომ სოციალურ ქსელებში აქვს ძალზე მრავალი ნახვა, ერთ პატარა ფრაგმენტს, სადაც ბატონი ჯაპანა, ბატონი დათო ხურცილავა აკეთებს უცნაურ და ორიგინალურ პაროდიას. როგორ დაარტყავთ და უბრალოდ როგორ ურტყავს პენალს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილმა. მეგონა რომ ყველაფერი გაკეთებული იყო სააკაშვილზე, რაც კი შეიძლებოდა, მაგრამ აი იმან გამოვსახა, დიდ დროს ეგ არ წაიღებს და თუ არ გეზარება, ვაჩვენოთ მაყურებელს როგორ არტყავს. კი ბატონო, მაშინ დავარტყიდა, ეხლა რაღაა. მაშინ იყო დარტყმართული თუ არა. ეხლა რაღა არის? ნუ არა, მე რას ვამბობ, იცით რომ ეგეთი უცნაური არაფერი არ მინახია ეხლა რა. ადამიანები ეზოში ვისარ გვითამაშია, ფეხბურთი გვითამაშია, რაღაც აქ. ხო არა რომ აი ბურთი მოგიგორდება, რაღაც დაამუშავებ, რაღაცა. ანა ესე დაარტყი, რაღაცა. ხო არა რომ ნუ ვერ ურტყავ, კარგად ვერ დამაშავ, დაარტყი. ამან გამაოცა. ეგეთი პენალის დარტყმა მე არ მინახია. თვალს ხუჭავს კაცი ბურთს რო უკავს, ეგეთი არ მინახია. აი ბურთი ხო და თუ ასო, მაშინ ძალიან ბევრი სტადიონები შენდებოდა ხოლმე და ამ ყველა სტადიონს რო ხსინდა ხოლმე და რაღაცები და მივიდა და ასე რო დააყენებდნენ პატარა 10 წლის ბავშვს, კარებში. ასე რო 10 წლის ბავშვს. ასე ჩამოხული ასე იდგა ხოლმე და ეს გახარებული ეს პენალია დამებული სოციალურ ქსელებში და დიდი საკანში დავარდი გრეჩი ხასთან. კარგი, დიდი მადლობა რომ შევისრულეთ ხოლმე და წეგან შემოსვლამდე იმას საუბრობდი დეკრიმინალიზაციის თაობაზე და ხო მიტინგი იყო, დიდი მიტინგი იყო, ეს დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით იყო და ხა უამრავი რამე გამახსენდა რა. კი ბატონო, მოწევასთან დაკავშირებით. ხო, მოწევასთან დაკავშირებით და საერთოდ ნარკოტიკებთან, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი ფეხით მოვედი, ჩემი ფეხით წავალ ეხლა თორე იმდენი გამახსენდა რომ ძალიან ბევრი, მაგრამ ერთი არის საუკეთესო. კი ბატონო, აი ერთი მოგვიყევი და მეც აღარ შევხვდი. ხო, ერთი საუკეთესო, მახსოვს ძალიან ძველი, ერთ-ერთი ვერელი ნარკომანი იყო, რომელსაც გვარდასახელს რა თქმა უნდა არ დავასახელებ, ხო უხერხულია. ნუ სერიოზული ნარკომანი იყო და მოუტანეს ჩემო ბატონო ფილარმონიასთან იქ თქვენთან იქ ახლოს. კი ბატონო. მოუტანეს ჩემო ბატონო ვერელი იყო და იქვე პირდაპირ მაშინ კიროვის პარკი ერქვა ამას, ეხა ვერის ბაღს რა და იმ კიროვის პარკში ჩემო ბატონო მოუტანეს მაშინ იყო კალიკებს ეძახდნენ. ნოქსირონი იყო და ატკაშლები იყო, ეხა რატო ერკვევი მაგაში. უბაინტერესდები, მაინც ისე თაობის ყველა ახალგაზრდა ერკვეოდა. ჩემო ბატონო ეს ატკაშლია იყო, ეს ატკაშლია არის ძალიან მწარე წამალი, ხველების ატკაშლია. ეს ყველაფერი ხარ და მიჭირონო მაშინ ახლა კაი დარკომანდები იყო, ბევრი გჭირდებოდა, ერთი 50 კაკალი ეს ატკაში. გაუშვა. ის და გადავალ, ახლა რო არ ვატარო ხელი და რაღაცა გადავალ და იქ სოკო იყო, თუ გახსოვთ, რო შედიოდი. კიროვის ბაღი და იქ წყალს დავაყოლებდა და კარგად წავა ყველაფერიო. დააკრა ჩემო ბატონო ეს ყველაფერი და გავიდა და სოკოზე წყალი არ მოდის. ახლა ამის გადმოფუთხებელი ეგ როგორ ავაგეგადრება, მაგის გადმოფუთხებელი ვარიანტი არ არსებობს მაგის გადმოფუთხების, ისე მოკვდება არ გადმოვაფუთხებს. ვერც ხლაპაო, ისეთი მურტალია, მე იშლება ეს პირში, წარე პირი, მოდის დუჟი აქედან. ჭკუაზე არ არის, გავარდა იქ ბარაკები იყო, თუ გახსოვთ, შევარდა ერთო სახში გააღო კარები, გააღო კონკანი გარეთ რო იყო არ მოდის წყალი. მეორეზე შევარდა გააღო იყო, ეთქობა რაღაც ცენტრალური გადაკეტვა მოხდა და გიჟგავს ტიპი, ჭკუაზე არ არის. რაღაცაო შენობა ნახავ, იბეებზე აირბინა, შევარდა, დაინახა ბიჭო გრაფინი, დგას მაგიდაზე და ჭიქა გვერდზე სწავს. ეგრევე დაიტაკა ამას არაფერი არ დაუნახია, დაასხა, დალია. და ისედაც დაშლილი და გახსნილი იყო ეგ და გაუსწორდა. კარგად არის. გაიხედა, ბიჭო ჭადრაკის რაღაცა დიდი დაფა კიდეა სიმაზე რა ქვია. თუ ვიღაცა მაგნიტით ასე ამას მოხსნის, გადაადგილებს ტურას ხალხს. გამოიხედა ორი კაცი ზის შახმას თამაშობს. საჯები დადიან სცენაზე. გაიხედა დარბაშია, დარბაში ხალხი ზის. ჭადრაკის სასახლეში მოხდა სცენაზე ჩემპიონატი. და შანსი რო არ და რაკნას არ იცის, თან კაიფში ამდენი ხალხი უყურებს, სულელი ვით შემოვარდა, წყალი დალია და რითი გამოვზურა მდგომარეობიდან. ნონა აქ არის. ნონასთან მოვიდა რა. მოკლედ, დიდი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს გაგიჟაპანას, ჩვენს დათო ხურცილავას, უსურვოთ დიდი წარმატებები, ბრავალჯერ გაეხარებინოს თავისი მრავალრიცხოვანი მაყურებელი. დიდი მადლობა თქვენ. კარგად დამეუღალავთ. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი გახლავთ პოპულარული ჯგუფი
ეგ არის და მისი სოლისტი ბატონი დათურიკა ცხირტლაძე. ახლა სადაც მოემზადებიან ჩვენი მუსიკოსები და დაგვატკობენ თავისი ხელოვნებით, მანამდე ჩვენ ვიგავისაუბროთ, ახლა ხალხმა ალბათ არის ის და ვინც ის იმას წინასწარ ეთყობა, მომზადებული შეხვდება იმავას, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, გარდა იმისა, რომ ჩინებული ხელოვანი ბრძანდება, დიდებული პიროვნება ბრძანდება ჩვენი დათვრიკა, ძალიან კარგი რაჭული იუმორიც გააჩნია და ამაში ცოტა ხანში მაყურებელი თავად დარწმუნდება, ჩემო ბატონო. კიდე ერთი მადლობა მინდა მოგახსენო, იმიტომ რომ მაშინ მხარი დაგვიჭირე საახალწლო იუმორინაზე და სრულიად საქართველოს შენი გუდასტვირით ლამაზად მიულოცე ახალი თქვენ მინდა მოგახსენოთ მადლობა და ეს ასე ახლა ჯგუფთან ერთად მე თვალს ვადევნებ უკვე 5 წელია თუ არ ვცდები ხო რაც ერთად ხარ და რა ვიცი ერთი მეორეზე უკეთესი პროგრამებია თუ საკონცერტო ნომრებია ვიცი რომ ხშირი გასტროლებია როგორც ჩვენთან ასევე საზღვარგარეთ აი რა შტაბეჭილებით ბრუნდებით ხოლმე იქიდან კი ბატონო როცა გიამთან მიხარო ჩამოდიო იუმორთან დაკავშირებით, კურიოზთან დაკავშირებით. ჩემთვის ვიფიქრე, ახლა უმეტესად სულ არ ეწყინება ჩემს უმცროს ძმებს. ძილი უყვართ ამ დალოცვილს. ხო და პარიზში ზინავთ. იტალიაში ზინავთ, რომში. ნიუ-იორკში ზინავთ, ამბროლაურში ზინავთ. ახლა კურიოზი საიდან იქნება ძილში, გამაგებია. თუ ეს იზმრებათ კურიოზული რამე, იმას თუ მოყვებიან და მოგვიყვება. შვედეთში მომიხდა ასეთი რამ. მთელი პროგრამა გვაქვს საათნახევრიანი და პროგრამა ისე აწყობილი რომ ორი ნომრის შემდეგ შევდივარ აჭარულსა. და ეს ორი ნომერი დაიჯინეს ბიჭებმა გენა თუ არა იჯექ. რატო ვიჭდე ძმებო გამაგებია. აჭარულზე შემოვალ პირდაპირ 15 წუთი მოგახსენებათ ახლა როგორია არაფერს არ აკეთებ. სცენაზე დიდი დროა და არაფერს არ აკეთებ. ორი ნომერი მიდის ბუმით, ტაშს უკრავენ და მე უკრავ თავს, დიდი მადლობა, მაგრამ რატომ არ ვიცი. მე მაყურებელმაც არ იცის. არც დირიჟორი ვარ, არც არაფერი არა, ფიქრობ მე ხლა. ემ მაღალი ბიჭუნა, რასთვის არის ახლა. ამ დროს 15 წუთიან ჩამოთვალიერებას ვაკეთებ დარბაზის. ვიზის რაც ვიათ რა საკეა და ასე შეგებენ ხო როგორი რეაქცია და ერთი შვედეთში სტოკჰოლმში ხედავ ცენტრში შუაში 85 წლის სუპერ მოვლილი ქალბატონების ხედავ თავის დაკალოჭკასთან ერთად და როცა ჩამოვათვალიერეს პირველი რიგი ამან მიიქცია ყურადღება დიდი ოქროს საყურეებით პირველი ნომერი დაიწყო თუ არა და რითმულად მიადვა მხარზე თავი და ჩაიძინა თავი მეზობებს დაატვა თავი. მთელი ნომერი ძილში გაატარა, მეორე ძილში გაატარა, მესამე აჭარულს უკვე უყურემ ძილში ატარებს, მთელი პირველი განყოფილება ძილში გაატარა. ეგ არის ჩასაყვანი ყოფილა კაცო, თუ ამათან ძილი უყართ. ხოდა ბიჭები გამოვიდით შესვენებაზე და მაგრამ მიდის კონცერტი. ბოშო რა მაგრამ მიდის ბიჭებო მე ვთქვა. წინ არის ზინავს და ერთი ქალია მე ვთქარი პირველი იმიდან აკორდიდან დაეძინა და მე თუ ეს არ გავაღვიძე 3 საათი იყო თუ გინდა კონცერტი. აქედან არ მივდივარ. მეორე განყოფილება წავიდა და ყველა მეაქცია იმას ყურადღება. როგორც პირველი ისე ზუსტად რითმიულად მიიძინა. ბოლოს გვაქვს ახლა ესეთი ნომერი რომ ყველა თავის ნომერს უკრავს და მე დოლი მიდის და მე თეოლორს წეკვან. ხო და გავხედე სცენას, ჩავედი კიბებზე, გავედი ამ გასასვლელში და დავადექი ამ ძინარე ქალუკას თავს. და თელი ემოციები და უყვირება რამ შეიღვიძა. შეიღვიძა მოვიდა აზრზე და ეს მოხუცი ქალი რო ახტა და გაიცა ამ გასასვლელში და თეკლავს აღარ აჩერდება. ამომივარდა გული, ამას გავხედამ, დავამთავროთ არ ბოლო მორჩა ეს. და გავედით მორჩით. გავდივარ და ფოიეში არ არის ეს ორი ქალბატონი. განან ჟესტიკულაციით მივხვდი რომ მეძახიან და წავედი ახლა მეც დავდექი ქართული ჯელტმენურა. და
რაჭული ორი ღერი ინგლისურიც მივაყარე. გძნობ რომ ეს კალი მაქებს, მაგრამ იმდენად არ არის მართალი რომ ეძინა ორი ანახა. და ბოლოს საჩუქრისკენ წაიყვანა საუბარი და ჩაიყო ხელი კისერში. ეს ბლუსკა რომ გახსნა, რაჭვით ოქრო ერთი გრეხილი, მეორე. ეს არის და გამძიმებული. ეხლა თვალი მოგეხსენებათ როგორია. თან ოქრო. ოქრო ხერი. ხო. ჩემთვის ვიფიქრე, დათულიკა. ერთი რო ამოიღოს ახლა, ამან. კაი ხანი გეყოფაშია შემოგე. ათვალიერებს, ეცებს ფათურობს. ამოაკ 10 ნომერზე ანცმული ზვიგენის კბილით და გადმომაგ. რომელი მეკობრე მე ვიყავ. არა იცი. ეხლა საჩუქარი არ დაიწუნება. გულგატეხილი მაინც ჟესტიკულაციით დავხარეთ თავი, მადლობა მოუხადე, ამათ როგორ გავაგებია, მაგას ზვიგენის კბილით ავარ დაჭიდო. ჩემი ჩავარ და ამათ ტბაში და ეს ჩუმად ჩამოვიტანე საჩუქარი და ვიჩინის გვერდზე დავკიდე, შენ გენაცვალე, მე ვთხარი ეკმილე ღორუკასთან იყავ. დაპატიოს იმჩოდმა ქალბატონი. ღორუკასთან მიუჩინე ამ. მე უჩინე. ხარა გმერთა. დაუბრუნდით რაჭაში, ახლა რაჭული ისტორია. შევედით რაჭაში. თქვენ გახსოვთ თქვენ ტექსტი იყო ეს ახალწელს ლარის სწრაფად გარბის ვერ ვეწევით რაჭველებს. ახლა ნეტაი გაჩერდებოდეს და რაჭველებს გვატარა და ეგება გადავასწროთ რამენაირად, მაგრამ თქვენ ჩამოვიდეს ეს არ კარგი. რამდენადაც შემიძლია ახლა ვიტყვი ორ სიტყვას, რაც დანახული მაქვს და ჩემი თვალით მინა. ნაღდი ისტორიები რა. ნაღდი ისტორია. ივადო. ახლა ჩემს სოფელში ჯემალ ბატონო არის 8 წლიანი სკოლა. მე 7 კლასში ჩარჩა ერთი გოგონა 3 ჯერ. მე 8-ში ჩარჩა 5 ჯერ. ავიდა ეს წლები გახდა 16 წლის. შეუთავსეს დამლაგებლობა. თან მოსწავლეა, დამლაგებელი, წყალი მოიტანე, ყავა ადუღე და ესეთი რაღაც. მაგრამ ეს დირექტორი შეეჩვია ამას, მაგრამ როცა ახალი დირექტორი მოვიდა, რეფორმა ხო უნდა გაატაროს, კაცო, დახვდა 16 წლის აგეთ. და მოსთხოვა კულტურ იმას განათლების განყოფილებას ჩემი რაიონის სასამბროლაურისას, რომ შეიქმნას კომისია და ამ ბავშვს მივცეთ ადესტატი 8 კლასის დამთავრების. ამოვიდა კომისია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა ესენი მიდის. ორის ფარგლებში 0, ბიოლოგია რა თქმა უნდა 0, ისტორია რა თქმა უნდა, არა და ახალ დირექტორს უნდა რომ მოეშოროს ეს დალოცვილი და მე ვიცი როგორ უნდა მიუდგე მაგ ბავშვს. კი ბატონო, უთხარიო, შეკითხა მეეცე. შვილო, დამაკვირდი კარგად. თუ იცი შენი სკოლის დირექტორი რომელი? აი შეხედა, გაიკვირვა, გადახედა თელ კომისიას ამა. არ არის ახლა ეს სუნელი. დირექტორია და კი არის. შეუბასა. ეხლა რაჟი გუნა თოხნის ყანაში და ისეთი წეველი და კეველი ატყდა, მოთქმა ატყდა რა. რაჟი გუნა შენ მოგიკვდა ჩემი თავი, რავა დეიმსე და დეიღუპე. ხალეს ხმა ისმის კაცო. იო? ხო, გაფაცურდა რაჟი გუნა და ღობეს მიადგა ყანის ღობეს ქალე და ეუბნება. რაჟი გუნა შესაძოდაო დეიღუპეო. რა იყო ბოშო რაჟი. შევარა იყო შენი ცოლიო მე7-ზეა ფეხმძიმედ. რაჟი გუნა მახედა ჭირი მომჭამოს და სატკივარი მე ვერ დამაბრალებ. გასვენება რაჭაში ჯემალ ბატონო და გასვენებაში იმიტომ ვარ ქართველები ძალიან მაგრები რომ იქაც იბადება იუმორი სიცილი მოკრძალებული მაგრამ მაგარი თავკაცობის ინსტიტუტი ყველა იმას თელ საქართველოშია რა ხოდა ერთ-ერთი განხრარი დაძახება სოფლის უმთავრესია ხო ჭერნახული
ყველაფერი და ხალხი რო არ მოგივიდეს რა ვარია, ნო? თავის მოჭრა, თავის მოჭრა. 35 კომლი ცხოვრობს იმ სოფელში. მაშინ მე 35 ოჯახში უნდა მიხვიდე. ჩააბარეს ერთ წარმომადგენელს, წავიდა და 3 საათში მოიტანა სია 35-ს აქ პლუსი გაკეთებული. ეჭვი შევეპარა 3 საათში, ახლა ცოტა აღმართებია რაღაცა. და თან შეზარხოშებული. თავკაც მოუთხრა რომ იტყუებიო შენ. მეორე მათქვა მოიტყუებოდა რაღაცა და შევწხოვითო ხვალ ახლა სოფელი არ მოვალ და საყოველთაებს გვეტყვია. ამან უსმინა და არაფერი არ თქვა, შეახტა ცხენსა გამოვიდა ეზოში და წამოვიდა. 5 საათის შემდეგ მოაგვოზა 15-ს სია. ხელმოწერით. სოყოლას მოწერია ხელ. პასპორტის პირადობის ნომრით მერე გრაფა არის. მეორე მიცვალებული დაძახებულია პლუსი. მესამე, მეოთხე, მეხუთე. მათი 4 ხომ მოკვდება კიდე და 5 მიცვალებულამდე ესე უნება დამდა. ყველა დაძახებული. გარანტირებულია ჩამოსვლა. 35 ხო არის ახლა. ეს ხო არის 34 წევიდა ეს. 4 რო წავა 30-მდე რო ჩამოხვალთ მერე დამიდა. არანაირად მოაქვს. აგაგარა, ვერტო მეგონი ბიჭები უკვე შევიდნენ ფორმაში და მოემზადნენ. ამა თქვენაც აბა უსმენ ჩვენ საყვარელ ჯგუფს ეგ არის. ხო, მაგათო.
დიდი მადლობა ჯგუფს ეგარი და მის სოლის ბატონ კათოლიკას სკირტლაძეს ურბესი მადლობა და დიდი წარმატებები ვუსურვოთ მათ ჩვენ კი ძვირფასო მეგობრებო ემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი სიცილი საუკეთესო ბურდალია